საღამომშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო, სულ ერთი-ორი ადამიანი შემოვიდეს, დავინახო და დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი პირდაპირ ეთერი. ნახოთ, გამოჩნდეს ერთი-ორი ადამიანი, რომ დავწუნდე, რომ ეთერში ვართ. აბა ვართ ვინმე, მე მგონი კი. მე მგონი ხმაც ისმის. მოკლედ, დღევანდელი ჩემი გამოსვლა 9 საათზე დაანონსებული მქონდა, მეგობრებო. პირველ რიგში ყველას მინდა მოგილოცოთ ბრწყინვალე დღესასწაული, წმინდა ნინოს დღესასწაული ყველა მართლმადიდებელს. გფარავდეთ მისი მადლი და დღეს ჩვენ იმდენად მნიშვნელოვანი თემაზე გვინდა ვისაუბროთ, რომ აი ტრამპის Stargate-ის პროექტი, რომელმაც საგონებელში ჩააგდო მთელი კაცობრიობა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ინფორმაცია ახლა რომელსაც მე დღეს რასაც მოგაწვდით, რაც ვიცი, რაც შეიძლება გავაზიაროთ ეს დღევანდელი ლაივი და კიდევ ერთი თხოვნა მექნება, რომ ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ერთობა აი სოციალურ ქსელშიც, YouTube-ზეც და იგივენაირად ვარ YouTube-ზეც, გამოიწეროთ, გთხოვთ ეს არხი, რამე თუ აქ შეიძლება ისეთი ინფორმაციების გაჟღერება მოგვიწევს, რომ ხშირად Facebook-ზე შეიძლება ისევ დაგბლოკონ, ამათი ნდობა არ შეიძლება და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ პირადად მე. თუნდაც აი დღევანდელი თემას, რომელსაც ახლა სკანდალურ თემას შევეხებით. მოკლედ, წავიდა თანამდებობიდან ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბაიდენი, ლიბერალი, რომელსაც ელოდა ყველა კონსერვატიულად გაწყობილი ევროპელებიც და მთლიანად მთელი სამყარო, ვინც კი კონსერვატიულად იყო განწყობილი, მაგრამ ყოველთვის პირადად მე ფრთხილად უყურებდი პროცესს, რომ ვიცი, რომ ამერიკას არ მართავს ერთი პიროვნება, მას მართავენ ინსტიტუტები და ხშირად ამერიკის შეერთებულ შტატებს კარგად უყვარს შეფუთვა, როგორც დემოკრატიისა, მაგალითად ამერიკაში კი თქვათ დემოკრატია, მაგრამ სხვა ქვეყნისთვის ვიცით ჩვენ გვახსოვს როგორი დემოკრატია სურთ, საქვეყნოდ სახალხოდ არჩეული პრეზიდენტის ვიად გამსახურდია, როდესაც დამხობილი იქნა მათი მწვანე შუქით და მათი მხარდაჭერით და როდესაც კანონიერ ქურს და კრიმინალს ჯაბას ეგრევე რამდენიმე თვეში სახელმწიფო მდივანი თბილისის აეროპორტში შეხვდა დიდი ხვენა კოცნით. ეს რაც შეეხება შეფუთვას და მოვიდა აგერ დონალდ ტრამპი, რომელსაც ყველა აბსოლუტურად ცნობთ როგორც კონსერვატორი, მაგრამ აი სულ რაღაც 2-3 დღის წინ გამართა ბრიფინგი, სადაც სიტყვა გადასცა მილიარდერ ლარი ელისონს და გააჟღერეს აი ეს ახალი იდეა, რომ შექმნიან ვაქცინას, რომელიც იქნება კიბოს საწინააღმდეგო. ეხლა მოდით ყველამ რომ კარგად გაიგოს მასობრივად, ჩვეულებრივად აი ხალხის ენაზე ყველაფერს ავხსნი მარტივად, როგორც შემიძლია. მოკლედ, მეგობრებო, ყოველი ჯანმრთელი ადამიანის სისხლში არის კიბოს უჯრედი, მაგრამ იგი მანამდე ვერ ვნებს ადამიანს, სანამ ადამიანი ჯანმრთელია, მისი იმუნიტეტი როდესაც ძლიერია, მას ვერ ერევა. ხო და როდესაც იმუნიტეტი უკვე უსუსტდება, აი მაშინ იჩენს თავს. ეხლა ესენი ფიქრობენ რას, რომ სისხლში აღმოაჩენენ ჯანმრთელი ადამიანის სისხლში, ეს მოხდება ინდივიდუალურად, ეს არ იქნება ვაქცინა, რომელიც ერთი და იგივე იქნება. ანუ აქ არის მთელი მზაკრობა, ესე იგი, რომ ყოველი ადამიანის სისხლს შეამოწმებენ
აღმოაჩენენ იქ კიბოს უჯრედს და ამ კიბოს უჯრედზე შექმნიან ვითომ ვაქცინას და ეს ვაქცინა აღარ არის, ეს უკვე გენური თერაპიაა, მეგობრებო, და აბსოლუტურად უცვლის გენეტიკას ადამიანს, რომელსაც 48 საათის განმავლობაში დაამზადებს ხელოვნური ინტელექტი. გესმით რაშია საქმე? ესე იგი, ფაქტიურად რობოტმა, ხელოვნურმა ინტელექტმა მთელი ადამიანის ეს ყველაფერი შეისწავლის გენეტიკას და აბსოლუტურად ცვლის ღვთისგან შექმნილი ადამიანის გენეტიკას. ეხლა თქვენ ხვდებით უკვე რამდენად საშიშ თემასთან გვაქვს საქმე, ხო? ნუ ეს უკვე როგორც აი მაშია მოცემული ბლიაში, რომ ბოლო ჟამს იქნება ასეთი ძიმე პერიოდი, როდესაც ადამიანმა უნდა აირჩიოს ღმერთი ან ანტიქრისტე და აი ამ ძიმე ეპოქაში შევდივართ, როგორც ჩანს. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ კოვიდის დროს როგორ დათრგუნეს ხალხი იმის შიშით, რომ მას შეეძლო სიკვდილი გამოეწვია და რამდენად სახიფათო იქნება და ადამიანებისთვის რამდენად დამთრგუნელი იქნება უпростоრედ, როდესაც ეთქვია, რომ აი თქვენ თუ პრევენციულად არ მიხვალთ და არ აიცრებით, ასე ვთქვათ, აცრას უწოდებენ ესენი, მაგრამ ეს უცხო რაღაცაა. მაშინ თქვენ შეიძლება შეგხვდეთ კიბო. გესმით? ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა ყოველი ადამიანს ვერ მოსთხოვ გმირობას და ძალიან ბევრს შეაშინებენ, მით უმეტეს მათ ხელშია მთელი მსოფლიო საინფორმაციო ტელემედიები. მოკლედ აქ ამ ყველაფერში ჩადებულია უზარმაზარი ფული, 500 მილიარდია ჩადებული. ყველა უმდიდრესი მილიარდერია აბსოლუტურად აქ მონაწილეობენ დაწყებული ილონ მასკი, ბილ გეიტსი, ეს ლარი ელისონი, თავად ტრამპი და მოკლედ თვითონ აი ამ რობერტ კენედიმ განაცხადა ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ კოვიდის ვაქცინით შეიძლებოდა მილიარდიანი ბიზნესის გაკეთება და მილიარდი ეშოვა და იშოვეს კიდევაც, მაგრამ აი კოვიდით დაზარალების მკურნალობას, კოვიდით დაზარალებულების მკურნალობა უკვე ეს უკვე ტრილიონიანი ბიზნესიაო და აი სწორედ აქ არის ზუსტად აი ამ მილიარდერების ინტერესი, აბა 500 მილიარდს ისე ვინ ჩადებს, რომ იშოვონ უფრო მეტი და მეტი, რა თქმა უნდა, ხო? და ეს უკვე ეს ყველაფერი კეთდება აი კაცობრიობის გაუბედურების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ხნის წინ მოფიქრებული აი ბოროტი მასონების მიერ. თქვენ იცით, რომ თვითონ კიბოთი დაავადებულებიც ძალიან მომრავლდა, გადატენილია თურქეთი და საფრანგეთი, ქართველებზე ვლაპარაკობ მხოლოდ და უკვე შეიძლება საფუძვლიანი ეჭვი დავასკვნათ ჩვენ, რომ მაღაზიებში როდესაც ჩვენ რაღაცა პროდუქტებს ვყიდულობ და არ უკვირდებით, ძალიან ბევრია უკვე გენმოდიფიცირებული პროდუქტები და შესაძლებელია, ეხლა მე არ ვამტკიცებ, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვია, რომ სწორედ ამიტომ არის გენიური ინჟინერით ყველაფერი ეს გენმოდიფიცირებული ეს შექმნილი, რომ აი ეს იწვევდეს სწორედ მასობრივად ადამიანებში სიმსივნეს. რა შეიძლება ამას, მეგობრებო, ჩვენ არ ვიცი, ეხლა აი ურთულესი ჟამი გველოდება წინ. ურთულესი ჟამი გველოდება და ჩვენ ამაზე გვაფრთხილებ და მე ამაზე ცოტა გვიან ვისაუბრებ. მე კიდევ ერთ აი ამასთან დაკავშირებული ერთ თემას შევეხები კიდევ.
ჩვენთან არის იცით თქვენ ლუგარის ლაბორატორია და როდესაც საქართველოში ჰეპატიტის მკურნალობა იყო, აი ამას ამ ინფორმაციას ვერსად მოისმენთ, ამას არც ტელევიზიები არ იტყვიან, როდესაც იყო ჰეპატიტის მკურნალობა, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის შეერთებული შტატები და ეს იყო ძალიან დიდ თანხები ჯდებოდა, ну, რა თქმა უნდა, აქედანაც უნდა გაჩენილიყო ეჭვი, რომ რატომ აფინანსებდა, რა ინტერესები ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ უფასოდ ემკურნალა ქართველი ხალხისთვის. მაგრამ გამოვიდა ინფორმაცია, რომ დღესაც ლუგარის ლაბორატორიის მაცივრებში ინახება, ვინც გაიარა ეს ჰეპატიტის მკურნალობა, მათი დნმ-ები. და აი ამ 100,000-ობით ადამიანის დნმ-ებს ინახავენ ამ მაცივრებში და მას აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო, გესმით? რატომ? ესე იგი ისმის კითხვა ხო, რატომ, რაში ჭირდებათ ქართველი ხალხის დნმ-ები? ჩვეულებრივად ეს არის ამაზე უკვე მეცნიერება იმდონეზეა, რომ თავისუფლად შეუძლიათ დაამზადონ ბიოლოგიური იარაღი, ანუ ვირუსი, რომელიც ზუსტად აი ამ გენეტიკაზე იქნება, ამ გენეტიკის მატარებელ ხალხზე იქნება გათვლილი, ანუ თქვათ ამ შემთხვევაში ქართველი ერის წინააღმდეგ. მოკლედ მეგობრებო, აი ძალიან უმძიმესი პერიოდი გველის დაიწყება ალბათ შემდეგში უკვე ამაზე დიდი აგიტაციები, რომ პრევენციები აუცილებლად ხალხმა მიმართოს პრევენციულად და მივიდეს გასაშინჯად, რომ შემდეგ 48 საათის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი დაუმზადებს ამ ვაქცინას თვითოეულ ადამიანს, გესმით? აბსოლუტურად შეიძლება შეუცვალოს ყველაფერი და ალბათ ისიც უნდა გავიხსენოთ კარგად, აი ეს ვაჟბატონები, მილიარდერები ერთად რო არიან ეხლა თავმოყრილები, ყველა აბსოლუტურად იქ ყველა უდიდრესი კომპანიები, მათ შორის Microsoft-იც ყველა ჩართული და რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს ძალიან ლამაზად რო ჩანდა ცაზე ილონ მასკის სატელიტებიც, რომ შეიძლება თვითონ უკვე კოსმოსიდან მართონ ყველაფერი. მოკლედ ჩვენ წმინდა ბერი გაბრიელი გვაფრთხილებდა ერთ რამეს, რომ აი ეს ინფორმაცია მე შემიძლია სიტყვასიტყვით გადმოგცეთ. ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც ამჟამად სასულიერო პირია, სულ მასთან იყო ხოლმე და მას პირდაპირ უთხრა, რომ დადგება დრო, როდესაც იქნება ძალიან დიდი საქართველოზე შემოტევა, ну ლაპარაკია ანტიქრისტიანულ ძალებზე, დევნა იქნება ძალიან ძლიერი, თუმცა შედარებით სხვა სახელმწიფოებთან შედარებით უფრო ნაკლები, მაგრამ საშიში, ძალიან დიდი იქნება მსხვერპლი და ბრძოლა იქნება არა სამშობლოსათვის და მამულისათვის, არამედ იქნება თვით გადარჩენისთვისო. და მოკლედ მეგობრებო, მე მინდა კიდევ ერთხელ თქვა და აუხსნა ის, რომ ანუ ჯამრთელი ადამიანებისთვის ესენი მოითხოვენ პრევენციას, მივიდნენ სისხლის ანალიზი, ტესტირება ჩაიტარონ, სადაც მე აღმოაჩენ კიბოს უჯრედს და ამ ყველაფერზე 48 საათში დაუმზადებენ ვითომ და ვაქცინას, სინამდვილეში ეს არის გენური თერაპია და მთლიანად შეუცვლიან ადამიანს გენეტიკას. ესაა ჩადებული ამ ყველაფერში და ეს არის ძალიან საშიში. ეს არის ფაქტიურად ის, რომ ან უნდა აირჩიო ღმერთი, ან უნდა აირჩიო ანტიქრისტე, რაზეც არის საუბარი აი ამ ბიბლიაში და იმ ეპიზოდებზე ბოლო ჟამზე. ზუსტად ეს დრო მოდის, ეს განსაცდელი მოდის და დღეს ეხლა ჩვენ აუცილებლად ერთადერთი რაც როგორც შეიძლება რომ თავი გადავიჩინოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ,
არის ჩვენი ერთობა, ვინც საღად აზროვნებს და საღად უყურებს ამ ყველაფერს, ყველა უნდა გავერთიანდეთ და კარგია რომ ჩვენ ეს გაერთიანება გასული წლის მიწურულს დავიწყეთ და ალბათ მალე უკვე დაფუძნდება, შეიძლება ადრე ჯობდა, მაგრამ ვერ მოხერხდა, მაგრამ იმედია რომ ყველა ვინც საღად აზროვნებს უნდა გავერთიანდეთ, ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად და ასევე ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ძალიან დიდი ბრძოლა და ომი დაგჭირდება აი ამისთვის. მოკლედ, აი მეგობრებო, მე დიდხანს არ შეგაწყებ თავს, ეს განსაცდელი არსებობს, უკვე დაანონსებულია, უკვე მუშაობს, რა თქმა უნდა, Pfizer-ის და ყველა, უკვე შეიძლება უკვე თავისი კიდევ სხვა ისინი აქვს, მათ კიდევ ჩანაფიქრები, მაგრამ ეს რაც უკვე გააჟღერეს, ეს არის ძალიან საშიში, ეს აღარ არის უკვე ვაქცინა და ეს გენური თერაპია ძალიან საშიში რამეა გათვლილი. მოკლედ და აი ამაზე მინდოდა თქვენი ყურადღება მემეპყრო და გამეფრთხილებინეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აი ამაზე რომელიმე ჭკვიანი ადამიანი, საღად მოაზროვნე ადამიანი დათანხმდეს. არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ, როგორც ცხოვრობდით, ისე უნდა ვიცხოვროთ, უნდა გწამდეს ღმერთი და აი ამ გზით უნდა ვიაროთ. მოკლედ, ჩემი თხოვნა იქნება კიდევ ერთხელ გააზიაროთ და მეორე ვიწამოთ ღმერთი და ღმერთის გზით ვიაროთ. გავერთიანდეთ, ყველა ერთად დავდგეთ, ამაზეც გვაფრთხილებ და ბერი გაბრიელო, მოგვიწევს ჯგუფ-ჯგუფად ყოფნა. იმდენად დიდი იქნება შემოტევებიო. და ალბათ აღარ არის უკვე ეს შორს, შეიძლება ეს უბრალო პრევენციები თავიდან იყოს, შემდეგ უკვე ამაში შეიძლება ძალოვნებსაც მიაღებინონ უკვე მონაწილეობა. მოკლედ, აი ეს მინდოდა მეთქვა მეგობრებო, ძალიან ცუდი დრო და ჟამი გვიდგას, მაგრამ რას ვიზავთ? ძალა ერთობაშია, ჩვენთან არის ღმერთი, გვფარავდეს ღმერთი და დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ გილოცავთ მრავალ წმინდა ნინოობას დაესწარით. გული არ გავითეხოთ, მაგრად ვიდგეთ ქართველები, ყველაფერი კარგად იქნება თუ ერთად ვიქნებით. მადლობ ყურადღებისთვის.